შემოგვიერთდა დიდი ღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუბატაშვილი. დილომშვიდობისა მამა ლუკა. დაგლოცეთ. მადლობა რომ გესწრებთ. მოგესალმებით. დიდი მადლობა ჩვენთან გადაცემაში მოგზაურობისთვის. საინტერესო მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ, უწმინდესის ერთ-ერთი შეგონება, რომელიც ეხება ბავშვების სწორად აღზრდის საკითხს. თქვენი ნებართვით წავიკითხავ უწმინდესის სიტყვებს და შემდეგ გადავიდეთ უშუალოდ საუბარს. პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას, მეგობრისადმი და საერთოდ ადამიანისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის დახმარებას, სწორედ იმის გაღებას, რაც თვითონ ყველაზე მეტად უყვარს და სხვისი სიხარულით გახარებას. უნდა მივაჩვიოთ სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის გაძლებას, რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას, რა თქმა უნდა, შრომასა და წიგნის კითხვას, ანუ მოვამზადოთ ცხოვრებისათვის. ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. რონი პრინციპში ყველაფერი ნათქვამია, თუმცა შევეცადოთ ჩვენც რომ პატრიარქის ამ შეგონებას შევეხმიანოთ. მოვამზადოთ ცხოვრებისთვის, აი ასე სრულდება ეს შეგონება. როგორ უნდა მოემზადოს ზოგადად ადამიანი ცხოვრებისთვის, ალბათ სწორედ ბავშვობის ასაკიდან იწყება ეს ცხოვრებისთვის მზადება. როგორი უნდა იყოს მშობლის დამოკიდებულება, როგორია როლი სინამდვილეში მშობლის ბავშვის აღზრდის საკითხში. როგორც ერთი წმინდანი ამბობს, მშობელი არა მარტო შვილის ფიზიკურ აღზრდაზე უნდა ზრუნავდეს, არამედ მის სულიერ აღზრდაზეც. მისი არა მარტო ფიზიკური მშობელი უნდა იყოს, არამედ სულიერი მშობელი. მშობელი ნიშნავს, რომ შენ შობ ახალ სიცოცხლეს. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ეს მშობლობა, იმიტომ რომ აი ადამიანი არ არსებობდა და უცებ არსებობს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ერთ წლამდე პერიოდი, თურმე ფსიქოლოგები როგორც იკვლევენ, თუ ერთ წლამდე ესე იგი დედასთან არ არის შეხებაში ბავშვი, მერე ის აღარ ენდობა სამყაროს, გაუცხოვებულია, გვერდზე დგას, ნდობა არა აქვს შენი, რო შეგხვდება და რაღაცა ეს ფსიქოლოგიური პრობლემა მერე მთელი ცხოვრება მიყვება და შეიძლება აი დაღდასმულივით იყოს. აი 3 წლამდე ფსიქოლოგიურად ყალიბდება, საერთოდ 7 წლამდე ყალიბდება ადამიანი, როგორც ამბობენ, აი როგორც შეკუმშული ზამბარა, ასეა და მე ცხოვრებაში იშლება ეს ზამბარა და მე ავლენს იმ 20 წლისას, იმ თვისებებს 30 წლისა და 40 წლისას მე თუ კარგად წავიდა ყველაფერი სრულყოფილებას აღწევს. ეს აუცილებლად იმ პატარა ასაკში ნასწავლიდან გამომდინარე. პატარა ასაკში ნასწავლი არა, და რა დამოკიდებულებას ავლენენ მის მიმართ. თუ ყურადღებიანი ხარ, თუ სიყვარულს აძლევ, ადამიანს რა ჭირდება? ჩვენ რა გვჭირდება? სიყვარული, სიხარული, სიკეთე და პატიოსანი გარემო. თუ ამ გარემოში ვართ, ჩვენ მშვიდად ვართ. თუ ჩვენ გრძნობთ, რომ ვიღაცა ჩვენს ირგვლივ უსინდისოა, თუ გრძნობთ, რომ დაძაბული ვართ, თუ გრძნობთ, რომ ჩვენ ვიღაცას უძულ ვართ, აი ირგვლივ, ვიღაცას არაფრად არ მივაჩნივართ, ჩვენ უკვე ვიძაბებით და წარმოიდგინეთ მე ეს გარემო, ეს დაძაბულობა მთელ სამყაროშია ფაქტიურად და როგორც ერთი წმინდანი ამბობს, ეს ქვეყანაო 64 არ არისო. უფრო ჯოჯოხეთს გავსო ვიდრე 64-ს. იმიტომ რომ არ არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სიკეთე, მყუდროება, მარხვა, ანუ თავშეკავება და აი რაღაცნაირად მე იძაბება ყველაფერი და ქვეყანა, სადაც დედამიწა, სადაც ადამიანი ბედნიერი უნდა იყოს. თითქოს არ არის ბედნიერი, აი ვიღაცას კლავენ, ვიღაცას და თუ ვინმე არის ბოროტმოქმედი, აი მის ცხოვრებებს რო იკვლევენ, აუცილებლად რთული ბავშვობიდან მოდის ის, როდესაც მას ცხოვრება არ ასწავლეს. როდესაც მან არ გამოხატა ეს სიყვარული არ გამოხატა. როდესაც მან ვერ ნახა კეთილი მაგალითი, იმიტომ რომ ჩვენ რო ვიბადებით, ჩვენ ხო გვახსოვს ყველას ჩვენი ბავშვობიდან დედა ჩემი ყველაზე ლამაზია, მამა ჩემი ყველაზე ძლიერია, მათი საუბარი ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი პოზიციები ყველაზე ყურადსაღებია და ბავშვი უყურებს ფაქტიურად მშობლის თვალით სამყაროს. ეს ხდება 10-11 წლამდე. აი მე იწყება, ასე ვთქვათ, გარდატეხის პერიოდი, მაგრამ მე იწყებს ბავშვი დამოუკიდებელ აზროვნებას. მაგრამ აქამდე უნდა მიიყვანოს მშობელმა. უნდა მიიყვანოს იმით, რომ ბავშვი კეთილი თვალით უყურებდეს ყველაფერს. თუ თქვათ მშობელი, მექანიკური ტერმინი რო ვიხარო, თუ მშობელი გაფუჭებულია, შვილიც გაფუჭებული ხდება, ფუჭდება ის. თუ უსინდისობა მშობლისთვის მისაღებია, შვილისთვისაც არაა პრობლემა, მერე უსინდისობა.
თუ მშობელი ღირსეულია, შვილი ავტომატურად ღირსეულია, იმიტომ რომ ამ ღირებულებებს იყალიბებს სიტყვის უთქმელად. დიახ. იმიტომ რომ ბავშვი უფრო იმას აკვირდება, ჩვენ ზოგადად ადამიანი და ბავშვი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, იმიტომ რომ ის ღრუბელივითაა, ყველაფერს ისრუდავს. ჩვენ ზოგადად ვაკვირდებით არა სიტყვებს, არამედ საქმეს. არა იმას, როგორ ლაპარაკობს ადამიანი. მან შეიძლება რაღაცა ტექსტი დაიზეპიროს, რაღაცა ხელოვნურად გაიღიმოს, დახვეწილად ხელოვნურად მოიქცეს. ანუ უგულოდ ქართველები რო ვიტყვის. მაგრამ სინამდვილეში შიგნით კონდეს რაღაცა უკეთურება. მე როდესაც ვიზრდებოდი, ასე ვთქვათ, 80-იან წლებში, უფრო სწორედ ბავშვობიდან რო გამოვდიოდი ყრმობაში, რო ვიყავ, აი მაშინ მოღვაწეობდა მერაბ მამარდაშვილი, დიდებული ქართველი ფილოსოფოსი, რომელიც აი ყველაზე დიდ პრობლემას ასახელებდა. იმიტომ რომ მაშინ მსჯელობდა ჩვენი ერი, რომ ჩვენ რომ პოლიტიკური თავისუფლება არ აქვს, ესაა ყველაზე დიდი პრობლემა ერშიო. და ეს ადამიანი საოცარ ხედავდა მოვლენებს და წინ საოცარს ამბობდა. ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენში ეხლაო ახალგაზრდა რო იზრდებაო და მე ვიყავი ეს ახალგაზრდა, მაშინ რო ვიზრდებოდი, თავის ირგვლივ ხედავსო ვერტიკალურად მდგომ გვამებსო და ვერ ხედავს პატიოსან ადამიანებსო. და მთავარი პრობლემა ეს არისო, რომ ჩვენ უნდა ვიყოთო პატიოსნებიო. და მეორეც ამბობს, რომ სამშობლო ჭეშმარიტებაზე მაღლა არ დგასო და საქართველოს არ შეიძლება ღმერთზე მაღლა დააყენო. საქართველოს თავისი ადგილი უნდა გქონდეს. ყველაფერს თავისი ადგილი უნდა გქონდეს, მაგრამ პირველი ღმერთი, რომელიც თუ ღმერთს პირველ ადგილზე აყენებ, ნიშნავს, რომ შენ პატიოსანი იქნები. თუ ღმერთს სამშობლოს ღმერთის ადგილას სამშობლოს აყენებ, მაშინ შეიძლება რაღაცა მომენტში, როცა აღფრთოვანებული ხარ, იყო პატრიოტი, მაგრამ როდესაც ჩამქრალი ხარ, ნუ ვერ გააკეთო ის რაც საჭიროა და ნუ რაღაც აი შენი თავიც კი შენ თავზეც კი გული დაგწყდეს რაღაცა მომენტში. მაგრამ აი ერთადერთი ადამიანში რაც ყველაზე მთავარია, ანთებული უნდა იყოს ცეცხლი, რომელსაც ვერაფერი ვერ აკრობს. და ამას ქვია სწორედ ეს პატიოსნება და აი მერაბ მამარდაშვილი გულისხმობდა იგივეს, რასაც იოანე მახარებელი გულისხმობს, რასაც ელია წინასწარმეტყველი გულისხმობს, რასაც უფალი გულისხმობს, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენში მთავარი ეს არის მოვიპოვოთ პატიოსნება. აი ბავშვს უნდა შეუწყოთ ამაში ხელი, რომ ის არ მიეჩვიოს ბოროტებას. იმიტომ რომ არის შემთხვევები და ვიცი, როდესაც მშობლები თვითონ წინ უძღვიან ბავშვებს, რომ ცოდვები ჩაიდინონ. უბრალოდ ცოდვები არა, მძიმე ცოდვები. და აი ეს არის ფსალმონის ამ სიტყვების გამოიხატება ეს ფსალმონის ამ სიტყვებით, რომ მშობლებმა დაუკლეს შვილნი თვისნი ეშმაკთა. იმიტომ რომ ეშმაკის მსახურებაში, როდესაც არის მშობელი, თავის შვილს უკლავს მათ, მსხვერპლად სწირავს და ძალიან დიდი უბედურება ხდება მე ადამიანის ცხოვრებაში და კარგი არაფერი არ არის მოსალოდნელი. ამიტომ აი როგორც ამბობს ერთი ფილოსოფოსი, ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ. აი იმ დროს, რასაც მივეჩვევით, როგორც დავინახავთ, რასაც გადავწყვიტავთ, რასაც შევხედავთ, მერე ის არის მთელი ცხოვრება. და იმ დროს მიღებული შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრება მიყვება, მთელი ცხოვრება. და თუ რამე ცუდს მივეჩვიეთ, ძალიან ძნელია მასზე გადაჩვევა, ძალიან ძნელი. პირდაპირ ომი უნდა გამოუცხადო შენს ცუდ თვისებებს. ომი რომ მოიშორო ეს ცუდი თვისებები და რა თქმა უნდა აი ამ სიკეთეს უნდა მიაღწიოს ადამიანმა და მშობელმა უნდა მიაღწევინოს ამას. მშობელმა უნდა აკონტროლოს, რომ შვილში არანაირი ვნება არ განვითარდეს, არანაირი დამოკიდებულება არ განვითარდეს, რომ ის იყოს პატიოსანი, წმინდა და ღირსეული. ხშირად ისეც ხდება ხოლმე, რომ ჩვენი შვილები გვამხელენ და რაღაცა ვთქვათ არასწორ საქციელზე მიგვითითებენ, თითქოს ანგელოზი მათი პირით გვამხელს და რაღაცნაირად შეგვაგონებს. აი როგორ აღუზარდოთ პატიოსანი პიროვნება, ხო ამაზე ვსაუბრობთ. უწმინდესი თავის ამ ამონარიდში ბრძანებს, რომ უნდა მივაჩვიოთ
რომ იყოს ამტანი, იყოს მომთმენი, ვთქვათ, თავისი საუკეთესო გაიღოს და შეძლოს სხვისთვის გაცმიცემა. ძალიან რთულია, ხო? ჩვენ თანამედროვე ფსიქოლოგია რაღაცნაირად თითქოს სხვას გვასწავლის, რომ სტრესს მოვარიდოთ ბავშვი, რაღაცა ნაკლები სტრესი იყოს, დაბრკოლებების გადალახვას არ ვაჩვევთ თითქოს. აი, ბალანსი აი ამ ორს შორის, რომ ერთი მხრივ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილი კარგად იყოს და სტრესების გარეშე ნაკლები სტრესით იცხოვროს და მეორე ის რომ ვთქვათ მივაჩვიოთ იმას რომ სხვისთვის იცხოვროს და სხვას თვითონ თავის თავს მოაკლოს და სხვას გაუკეთოს და შეძლოს ამის გაკეთება ბავშვობიდან. აი ჩვენ 7 შვილი გვყავს ოჯახში და გაგვიმართლა რომ ყავდა ბავშვობაში ესეთი საოცარი პედიატრი ქალბატონი სალომე მიქაძე პროფესორი, დიდებული ადამიანი. და აი ერთ მომენტს მოვიტანა აქედან ჩვენ ბავშვებს აწუხებდა კბილები, რაღაც აი კბილი როდესაც იჭრის და გამოდის ამოზდის კბილები, ძალიან დიდი ტკივილები აქვს ბავშვს. შეიძლება ღამე ვერ იძინოს, შეიძლება უცებ გაიღვიძოს და შეიძლება დიდხანს ინერვიულოს და როდესაც უთხარით იმ და არსებობს ამ ტკივილის ესე იგი განმაქარვებელი რაღაცა წამლები, რაღაცა გელი თუ რა ქვია, აზები წაისმევს და დამშვიდდება ბავშვი. როდესაც გაუყუჩებს ტკივილს და აი როდესაც ჩვენ ქალბატონ სალომეს უთხარით, რომ ეს ხო არ გავაკეთოთ და მან ესეთ არაო, რას ამბობთო? ეს შემთხვევითი ტკივილი კი არ არისო. ღმერთი უბრალოდო მას აწორთობსო. და ის უნდა მიეჩვიოსო დაბრკოლებების გადალახვასო, ტკივილის მოთმენასო. და ჩვენც მართლაც ვიცით, თუ რამე წარმატება გინდა, აუცილებლად რაღაცა აი აღმართის მერე ხდება, რაღაცა გავაკება და რაღაცის მიღწევა. ყოველ შემთხვევაში მწვერვალის დაპყრობა ადვილი არ არის. უნდა აჯობოს შენს თავს, შენს ტკივილებს, შენს სურვილებს, შენს და აი წარმოიდგინეთ ამ დიდებულმა და გონიერმა ადამიანმა ისე დამაფიქრა ამ დროს, რომ მე მართლაც ღმერთმა ხო დაუშვა, რომ მას ტკივაო და შენ ეს ტკივილი კი არ უნდა მოაშორო. უბრალოდ მოეფერეო ამ დროსო, მოეფერეო. და მართლაც ჩვენ არც ერთი შვილისთვის არ მიგვიცია ვთქვათ ეს, ან მე კიდე სხვა მომენტში ბავშვი იზრდება და უბრალოდ ღმერთს უნდა შეუწყოთ ხელი. მაგრამ თუ რამე უნდა ვასწავლოთ ბავშვს, სიტყვით არ ისწავლება. უпростоრეთ შენც ასე ხარ ადამიანი, თუ ვინმე ლაპარაკობს უგულოდ, უგუნურად, თუ ვინმე გასწავლის ისეთ რამეს, რომელსაც თვითონ არ აკეთებს, შენ არათუ არ მოისმენ, უფრო გაღიზიანდები ხოლმე. იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ზაკვარი ადამიანია ის, ვინც შენ ამას გასწავლის. მაგრამ თუ ადამიანი და აი მერაბ მომარდაშვილი ზუსტად ამას ამბობდა, ბავშვიო ხედავსო თავის ირგვლივო მოზარდი ახალგაზრდაო, ვერტიკალურად მდგომ გვამებსო, რომელთაცო სინდისი არა აქვთო, სინდისი. და ესაა მთავარი პრობლემაო. და ადამიანი, ბავშვი, როდესაც მშობლის სახით ხედავს ანთებულ, ცეცხლოვან ადამიანს, რომელიც არის პატიოსანი, ადამიანი, რომელიც არის წესიერი, ადამიანი, რომელსაც აქვს იდეა, ადამიანს, რომელსაც აქვს მიზანი, მიზანმიმართულია, ის ავტომატურად მშობელს ბაძავს, მშობელს. და ჩვენ გვინახია, რომ პატარა ბავშვები 2-3 წლის ასაკში ისე ბაძავენ მშობლებს სიკეთეშიც და უკეთურებაშიც. ბაძავს თავის მშობელს. და აი ამ დროს შენ უნდა იყო პირადი მაგალითი. და შვილს ვერაფრით ვერ ასწავლე პატიოსნებას, თუ შენ არ ახარ პატიოსანი. რას ნიშნავს პატიოსნება თვითონ? ბავშვმა როგორ გაიგოს, რომ აი შენ რო სხვას დაეხმარები პატიოსანი ხარ? არა ხარ ამ დროს პატიოსანი. შენ შეიძლება სხვას დაეხმარო რაღაც ანგარების გამო, ან რაღაცის მიღწევის გამო, მოდი მე ამას გაკეთებ, შენის გამიკეთებ და ასე სარგებლის მიღების გამო. მაგრამ თვითონ სიტყვა პატიოსანი, მე როგორც მაქვს ჩემში მიგნებული, ქართველთა ეს საოცარი სიტყვაა და ნიშნავს პატივი და ოსანა. პატივი, ოსანა ნიშნავს დიდება ღმერთს. და ესე იგი პატივი და დიდება ღმერთს, პატიოსანი ცხოვრება სწორედ ეს არის. როდესაც შენთვის მთავარი მიზანი, მთავარი საკეთებელი ეს არის დიდება ღვთისა. აი თუ ასეთი გაუმართლა ბავშვს და ასეთი გულანთებული მშობელი ყავს, ეს ბავშვი გაიზრდება აუცილებლად ცეცხლოვანი თვითონაც. იმიტომ რომ მშობელი ყოველთვის ასწავლის რა არ უნდა გააკეთოს, რომ ეს ცეცხლი ჩაუქრეს.
და ამის მერე შეიძლება მას ვასწავლოთ რა უნდა გააკეთოს. მაგრამ ბავშვი პირდაპირ რაღაცა სიკეთის მკეთებელი ვერ ხდება. უფალი ასე გვასწავლის ჩვენ ცნებებს რო გვაძლევს. არა კაცკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილის წამო. ესე იგი, ამ ქვეყანაზე, ასე რომ ვთქვათ, დავასვენოთ, ყველაზე მთავარი საკეთებელი ღვთის კურთხევით ეს არის, რომ რაღაცა არ უნდა გააკეთო და რა არ უნდა გააკეთო. ესაა მთავარი. ჩვენ ახლა როგორც მოძღვარი მე ვეხები ხოლმე ამ სიტუაციებს, მძიმე სიტუაციებს. რომ აი მშობელი განიცდის, როდესაც ბავშვი, ვთქვათ, არაკეთებს ამას, ან იმას, აი ჩამოთვლილ პატრიარქის ჩამოთვლილ თვისებებს, არაკეთებს. რატომ? იმიტომ რომ მას ხელს უშლის ცუდი თვისებები და მშობელი მას არ უშლის რაღაცა, ესე იგი, ცუდს, რომელსაც ის მიეჩვია ბავშვობიდან. ნუ მაგალითად ყველაზე ცუდი რაც არის ახლა მსოფლიოში გავრცელებული და მიღებული აქვს მთელ კაცობრიობას, ქრისტიანებსაც კი. და ეს არის სიამოვნების მოყვარეობა. ადამიანი ცდილობს სიამოვნება განიცადოს ყველაფრით. აი ყველაფრით. ღამე რო დაიძინებს, დილას რო გაიღვიძებს, წყალს რო დალევს, საჭმელს რო შეჭამს, საქეიფოთ რო წავა, უქეიფოთ როა, მაშინაც როგორ უნდა ისიამო. საკუთარ არაფერზე უარი არ არაფერს უარს არ ამბობს და ეს ძალიან მძიმე ეს არის ამპარტავნება. დაანთებული ჯოჯოხეთური ცეცხლი ადამიანში. და თუ ეს არ ჩააქრო ადამიანმა სიამოვნების მოყვარეობა. აი მაგალითად სიამოვნების განცდა რომ თავარი ყოფილიყო 100,000 მოწამისთვის, გნებავთ წმინდა გიორგისთვის, ქეთევან დედოფლისთვის, დავით აღმაშენებელთვისაც გნებავთ წმინდა ადამიანებისთვის, ისინი არ იქნებოდნენ წმინდანები. და ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ წმინდანები, თუ ჩვენთვის თავარი იქნება სიამოვნება. და წარმოიდგინეთ როგორ არის, აი დავაკვირდეთ, როგორ არის შემოპარული ჩვენს კაცობრიობის ყოფით ცხოვრებაში სიამოვნების მოყვარეობა. ეს არის მთავარი ცოდვა, მთავარი და ბავშვმა შეიძლება ეს ავტომატურად მიიღოს. შეიძლება არა, ის ავტომატურად მიიღებს ამას. მას გენეტიკური ისიც ხომ მოყვება პრობლემები, წინაპრისგან მიჩვეული ცოდვები, მაგრამ წინაპრისგან მიჩვეული ღირსებებიც აქვს მას. მაგრამ მშობელმა უნდა ყოფით ცხოვრებაში ბავშვს, რომელსაც აქვს როგორც კარგი, ისე ცუდი თვისებები, აი აქ უნდა იღვაწოს მშობელმა. და ბავშვი უნდა ქართველებს გვაქვს ესეთი სიტყვები, ბავშვი უნდა დახვეწოს, გამოაწრთოს, ჩამოაყალიბოს. აი ჩამოყალიბებული ადამიანი ეს არის ყველაზე მაღალი ცენზის ადამიანი ჩვენი გაგებით, ქართველთა გაგებით. და ჩამოყალიბება ნიშნავს ყალიბს. ესე იგი ყალიბი რა არის, როგორია, მაგალითად თიხას იღებენ ყრიან ტენიან ყალიბში, მერე გამოწვავენ ცეცხლში და მერე მოაშორებენ ამ ყალიბს და ესე იგი თიხა, უფორმო თიხა რჩება ფორმის მქონე და ის იქნება ყოველთვის ფორმის მქონე, თავარი ის არ გატეხონ და გნებავთ ეს გამდნარ ლითონსაც ასხამენ ყალიბში, რომელიც მერე იქნება და იქნება იმ ფორმის. და აი ადამიანიც ასეთი უნდა იყოს. მშობელმა უნდა ჩამოაყალიბოს შვილი, მშობელმა და ღმერთისგან მშობელია დადგენილი შვილის საპატრონოდ. და მშობელმა უნდა უპატრონოს შვილს. ხშირ შემთხვევაში აი თანამედროვეობაში გონია რომ ჩვენ ერს რომ შვილი უნდა აღგიზარდოს სკოლამ, შვილი უნდა აღგიზარდოს ეკლესიამ, აი რომ მიიყვან ეკლესიაში, აი მიიყვანე და მე იქ რო ეზიარება ღმერთს, ყველაფერი კარგად იქნება. არაფერი კარგად არ იქნება. რა თვისებებიც აქვს ადამიანს, იმ თვისებების იქნება. აი კუნძულ კრეტის ძველი კულტურა ძალიან საინტერესოა, რომელიც განადგურდა გარკვეულ დროს. მათ არ ყავდათ საომარი ძალები, ისინი არავისთან არ ომობდნენ, საოცრად კულტურულნი იყვნენ. და სავარაუდოდ ჩვენი მოდგმისი იყვნენ იბერიული წარმოშობის. და იქ მათ ასეთი რამე ჰქონდათ, გინება არ ჰქონდათ ენაში. ჩვენც არ ქონია ქართველებს გინება. სვანებს დღემდე არ აქვთ თორმე და რობრაზდებით როგორ იგინებით მეთქე ქართულად ვიგინებით ანუ სვანურ ენაზე არ იგინებიან და ჩვენ ქართველები არ ვიგინებოდით არ შეიძლება შენ წაბილწო შენი ბაგენი აი ამის თქმით და აი კუნძულ კრეტაზე თურმე როდესაც ვინმეს ცუდს უსურვებდნენ ტერს მაგარ უსურვებდნენ ცუდ თვისებებს და იმიტომ რომ ფიქრობდნენ რომ თურმე თუ ცუდი თვისებები აქნებაო ადამიანსო მას მტერი არ ჭირდება ის თავის თავს თვითონ მოუღებსო ბოლოს
აი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს შვილებს ცუდი თვისებები არ ქონდეს. ჩვენ რო არ უნდა გქონდეს თავისთავად, მაგრამ ვალდებულება გვაქვს რომ ჩვენ შვილებსაც არ ქონდეთ ცუდი თვისებები. პირდაპირ ვალდებულებაა. აი თუ ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, ის ღმერთის ერთგული არ იქნება ასეთი მშობელი და მას მოეკითხება შვილისგან ჩადენილი ცოდვების გამო. რომ მაშინ გამზრდელშია ხო მე მგონი რომ სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ კარგად ვერ გამიზრდელ რომ კარგად ვერ ანუ ჩვენი პასუხისმგებლობაა მშობლების და ღვთის წინაშე ვართ პასუხისმგებელი ჩვენი შვილების გამო და მათი აღზრდის და არა იმით ტკბობა რომ მე მაგალითად მყავს ლამაზი შვილი ნიჭიერი შვილი წარმატებული შვილი გააჩნია რა არის წარმატებას რას ვეძახი გააჩნია რას ვეძახი ნიჭს გააჩნია რას ვეძახი სილამაზეს თუ ადამიანს შინაგანი სილამაზე არ აქვს, სხვათა შორის ქართველები ვიყავით შინაგანი სილამაზის დამფასებლები და არა გარეგნული სილამაზის. გარეგნული სილამაზე ადამიანს ავტომატურად აქვს, იმიტომ რომ ის არის ღვთის შვილი და ღვთის ქმნილება. და ეხლა ვაცს თუ აქვს სილამაზე და ყვავილს ადამიანს თავის და თავად, მაგრამ თუ ადამიანს შინაგანი სილამაზე არ აქვს, ის ვერ აფრქვევს კეთილსურნელებას, პირიქით, ის აფრქვევს სიმყრალეს. და აი სხვა შორის ერთ-ერთ წინასწარმეტყველს მე მგონი ზირაკ წინასწარმეტყველს აქვს ასეთ ნაწინასწარმეტყველს ბოლო ჟამსო ქუჩებიო გვამებითა და სიმყრალით აივსებაო და არავინ იქნებაო მათი დამამარხველიო და სავარაუდოდ ამას გულისხმობს რომ ადამიანები კეთილსურნელებას კი არა სიმყრალეს აღმოაცემენ და აი ეს შეუძლებელია მშობელს გამოეპაროს თავის ბავშვში ესე იგი ბავშვს როდესაც აღზრდა მიმდინარეობს ის ავლენს სხვადასხვა უგუნურ თვისებებს შეიძლება უყურადღებობას შეიძლება სიჩერჩეტეს მაგრამ თუ გამოავლინაო ივანე კროპირი ბრძანებს მზაკრობა ან ბოროტებაო შენ ამას ეს საგანგაშო მდგომარეობაა და შენ უნდა ამოაძრო მას ეს ცუდი თვისებები და სხვათა შორის მე მიმაჩნია რომ ეშმაკის ქადაგება არის, როდესაც დღეს ისწავლებიან, შეეშვი ბავშვი, გაიზრდება და თვითონ გააკეთებს ამას. თქვენ ბრძანდებით მრავალშვილიანი მამა ლუკა და აი თქვენი გამოცდილება ძალიან საინტერესო იქნება, რომ აი მაგალითად არ არსებობს ხო ბავშვი ისე არ იზრდება, რომ რაღაც შენიშვნა არ დაიმსახუროს და არ გახდეს მისი დასჯა, ეხლა შეიძლება ესეთი ცოტა ისეთი სიტყვა. არა, დასჯა არის, როდესაც შენ ცივად მიმართავ მას, როდესაც გული გაგიცივდება მასზე და გაბრაზდები მე ჩვენ შვილებზე გამომიცდია ეს არის მათთვის სტრესი ეს ძალიან დიდი სტრესია იმიტომ რომ მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი გული ატკინა მან გული ატკინა და ეს ძალიან განიცდის ის მე დასჯაში არ გულისხმობ ცემატ ყეპას და არც ჩვენ გვიგულისხმია საკიდარზე ჩამოკიდებას და რაღაცა შენი უპირატესობა ფიზიკური გამოუვლინო მას მე გაიზრდება ის შენზე მაგარი იქნება შენ რომ მოხუძები მე ის შეიძლება იმას შენზე გამოიყენოს ის თავის უპირატესობა. დიახ. აი უწმინდესი ბრძანებს ისეთ ძალიან საინტერესო სიტყვებს რომ ვასწავლოთ ჩვენ შვილებს სხვისი სიხარულით გახარება. აი შური ებრძვის ხო ადამიანს ზოგადად რაც ხელს უშლის იმაში რომ სხვისი ლხინი გაიზიაროს და სიხარულით გაიხაროს და რამდენად ლაღი და ბედნიერი ადამიანი ვისაც ეს შეუძლია რომ უხაროდეს სხვისი სიხარული. აი როგორ ვასწავლოთ ეს ჩვენ შვილებს? სხვისით გახარებას ვერაფრით ვერ ასწავლი ბავშვს. ჯერ უნდა ასწავლო თავისი თავით გახარება. და რას ნიშნავს? აი ნაყოფი სულისა ამბობს პავლე მოციქული არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, მარხვა, მყუდრო, სულიერი ცხოვრება იწვევს ჩვენში აი ამის აღორძინებას. რომ ჩვენში, ესე იგი მაგალითად თუ ბოროტებას არ გავაკეთებ, არა კაცკლა, არა იმბრუშო, არა ისე, ესე იგი თუ ცნებებს დავიცავ, ჩემში დაიწყებს აღორძინებას, სიყვარული, სიხარული, მშვიდ. ესე იგი სიხარული აღორძინდება ავტომატურად. ძალიან საინტერესოა რომ სიხარული ახსენეთ და სიხარულის წარმოშობა თვითონ ქართულ ენაში სიხარულის სიტყვა წარმოშობილია ბერძნული სიტყვიდან. ბერძნულშიც ხარა არის სიხარულს ნიშნავს. ოღონდ არა გაუგებარ სიხარულს, არა რაღაცა უმიზნო თუ უსაფუძვლო სიხარულს, არამედ ღვთისგან მოცემულ ემოციას. ღვთისგან, ნუ ახლა ბერძნები ესე ამბობენ, რომ კარგამიც ეძახიან ღვთისგან მოცემულ სიხარულს. არის ერთ-ერთი მიმართვა ასეთი, ესე ერთ-ერთი სახელდება კარგი ამინდისა, რომ ეს არის ღვთისგან მოცემული სიხარული. და შენც ადამიანი ღვთისგან მოცემულ სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერებას უნდა განიცდიდე.
თუ შენ გაქვს ეს ღვთაებრივი მოქმედება შენში, თუ შენში ეს საიდუმლო ღვთისმსახურება მიმდინარეობს, შენ მაშინ შეგიძლია სხვისითაც გაიხარო, მაგრამ თუ შენში დაბლოკილია ყველანაირი ღვთაებრივი, მაშინ შენ ზოგადად დაბლოკილი ადამიანი ხარ და რაც შენშია იმას ავცელებ. თუ შენში ბოღმაა, ვერაფრით სხვისით ვერ გაიხარებ. თუ შენში სიხარულია, სხვისითაც შეგიძლია გაიხარო. უпростоრედ, სხვა შეიძლება გაახარო მიზეზის გარეშე. აი მაგალითად ქართველებს გვაქვს ეს, რომ და ქრისტიანებს გიხაროდენ. ეს მიმართვა, რომ გიხაროდეს, იმიტომ რომ ღმერთი მოქმედებს და უნდა გიხაროდეს ღმერთი რომ მოქმედებს. ფოთოლი დაინახე, ჩიტის გალობა მოისმინე, ადამიანი დაინახე, ღმერთი მოქმედებს და უნდა გიხაროდეს. და თუ ამ სიხარულს მოიპოვებს ადამიანი, მე ის თავის ირგვლივ მარტო სიკეთეს, მარტო სიხარულს გაავრცელებს. აი როგორც მაგალითად ვარდი კეთილსურნელებას ავრცელებს, შესახედად მშვენიერია და ეს ყოველთვის დიდი ბედნიერებაა და ადამიანმაც უნდა მიბაძოს თუნდაც ყვავილს და თუნდაც ჩიტს, რომელიც გალობს და ყველას ატკბობს, იმიტომ რომ მასში არის ბედნიერება. ძალიან დიდი მადლობა მამა ლუკა მოგზანებისა და საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით. მადლობა დიდი. დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის და აზრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუბატაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.